თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული იმ ორი არასრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელთაც ბრალიც გადაკვალიფიცირდა და დამძიმდა. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა, საქმეს გრიფიადებს. წინა სასამართლოს ხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს. ცნობილია, რომ პროცესზე დაცვის მხარის მხრიდან პროკურორის აცილების შუამდგომლობაც დადგა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც ადვოკატის თქმით კვლავ აგრძელებს შიმშილობას და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პარალელურად ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილს აგრძელებს ბრალდებულის დედაც. უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს კიდევ ერთი არასრულწლოვანიც, რომლის ადვოკატიც აცხადებს, რომ სასამართლოს ხდომების მიმდინარეობის დროს დაცვის მხარე მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი რამდენიმე დღით ადრე გიგა ავალიანისთვის მოწყობილ ჩასაბრებაში მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 არასრულწლოვანიდან 2-ს ბრალდება დაუმძიმდა და გადაუკვალიფიცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად ჯგუფურად. დაცვის მხარეს მიგოჩნია, რომ წარდგენილი ბრალდება არასრულწლოვანი ანს ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მასალით არ არის იგი გამყარებული და ობიექტურ პირობებში ვერც იქნება გამყარებული. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს არასრულწლოვან ანს მიერ იმ ქმედების ჩადენას, რასაც ბრალდების მხარე ედავება. იგი თავს ცნობს სრულად უდანაშაულოდ და მისთვის წარდგენილი ბრალდება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ვფიქრობთ, რომ აღნიშნულს ჩვენ სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დავადასტურებთ, რომ არასრულწლოვან ანს არანაირი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია. დემეტრეს პოზიციას გეტყვით, დემეტრე თავს ცნობს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. და რას ამბობს? და აგრძელებს შიმშილობას. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც დაადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. ჩემი დაცვის ყოფილი მიმართ. ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მყარ-მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დჩ ნამდვილად დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე ჩასაფრებაში ყოფებოდა გიგა ავალიანთან და ამით დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს, რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად მიაყენეს მას მძიმე ხარისხის დაზიანებები.